საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რუსთავიორთან საუბარში კომენტარი ზურაბ-ჟვანიას საქმესთან დაკავშირებით გააკეთა, როგორც მან განაცხადა, საქართველოს არ ყავს პროკურატურა და ამიტომ ჩვენებას ყოფილი პრეზიდენტი არ უნდა აძლევდეს. სააკაშვილის თქმით, ყოფილი პრემიერის გარდაცვალების ადგილზე სხვა ფაქტი რომ მომხდარიყო და FBI-ის დასკვნამ მცდარი ყოფილიყო, პირს არავინ ამოიკერავდა. ექს-პრეზიდენტი ვარაუდს გამოთქვამს, რომ ყოფილი პრემიერის სიკვდილთან დაკავშირებით ექსჰუმაცია ყველაფერს დაადგენს. ქვეყნის პირველი როცა ზურაბი გარდაიცვალა, რამდენიმე ხნის შემდეგ უცნაური რაღაცების ლაპარაკი დაიწყეს მისმა ოჯახის წევრებმა, ძმამ, მეუღლემ. და მეუღლე სთხოვა, რომ ჩემთან მოსულიყო. მოვიდა და მეუთხარ რაზეა საერთოდ ლაპარაკი? ნინო, შენ ხო იყავი ადგილზე, როცა ეს მოხდა, სადაც მოხდა, ნახე ყველაფერი როგორც იყო, ყველაფერს ესწრებოდი. შენ გონია, რომ ვინმე რამეს მალავს ან რამე სხვანაირად არის თუ რომ არა არ მგონია თქო. შენთან რა პრეტენზია შეიძლება მქონდეს? მაგრამ არასოდეს არ დამოწევ რაც მითხრა. მაგრამ ხო იციო რომ ზურას როგორც ყველა პოლიტიკოს ქონდა ბევრი ფული. მე ვთხარი მე ვარ პოლიტიკოსი და ნამდვილად არ მაქვს ფული და არ მგონია რომ ზურაბს ქონდა ფული. საიდან მოიტანა? ერთ-ერთმა მითხრაო რომ ორი დღით ადრეო მიცა მას ძალიან დიდი თანხა და აი ამ თანხის ნაწილი მინდა რომ ამოვიღო მაინც, იმიტომ რომ ალბათ ვებ დაცვის თანამშრომლებმაო, სანამ ჩვენ მივიდოდითო ხო არ წაიღეს ეს თანხა შემთხვევით. აი მე ვთხარი ეხლა გამოდის რომ აქ ფულზე ვლაპარაკობთ ხო ჩვენ და მე ვთხარი ჩვენ ვერ შევთანხმდებით ახლა. მე გაიგვა როგორც გავარკვე, იმიტომ რომ მაინტერესებდა ძალიან ეს თანხა, რომ პატარკაჩიშვილმა როგორც ჩანს ორი დღით ადრე უთხრა რომ ჟვანიას მიცა ბევრი ფული. და ეს გააკეთა შეგნებულად.